გამარჯობა, მე დავით კენჭაძე ვარ, შენი მომავალი მენტორი, ტრენერი და ადამიანი, რომელიც მზად არის ბოლომდე დაიხარჯოს იმისათვის, რომ დაგიდგეს გვერდში, რათა შენ შეძლო და მიაღწიო იმ მიზნებს, რომელსაც შენ დაისახა. მე ვარ ადამიანი, რომელიც 23 წელია არის ჩართული აქტიურად ბიზნესში და აქედან ბოლო 20 წლის განმავლობაში ვარ მენეჯერო პოზიციებზე და გარდა იმისა, რომ ადამიანებს ვასწავლი სწორედ 20 წლის განმავლობაში, მე ვარ ჩართული მართვაში, შესაბამისად ვიღებ იმ გადაწყვეტილებებს და ვარ ჩართული ისეთი ტიპის მოქმედებებში და ბიზნესებში, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ მე ვიყო მუდმივად ფორმაში და გასწავლო ის, რასაც მე თავად ვიყენებ ყოველდღიურად. მოდი, ჩავყალიბდეთ შენს მიზანზე, რა შეიძლება იყოს შენი მიზანი? შენი მიზანი, ცალსახად არის ფინანსური თავისუფლება, რომ შენ გქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ მიიღო მარტივად გადაწყვეტილებები, დახარჯო ეს ფული იმისათვის, რომ შენი ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც შენ გინდა. ხო, თანხმდებით, რომ ეს არის. ეხლა მოდი ვთქვათ, რომ როგორ შეგიძლია აქ მიხვიდე. ერთი შეგიძლია გააკეთო წარმატებული კარიერა და გამოიმუშაო ბევრი თანხა, მეორე არის შექმნა შენი ბიზნესი, ან გახდე პარტნიორი შენს მეგობრებთან ერთად რაღაცა ბიზნესში, გააკეთო წარმატებული ბიზნესი, რომელიც გავარდება და მიაღწევს გარკვეული ტიპის წარმატებებს. აი სწორედ აი ამ ყველაფრის სწავლება ხდება ჩემთან. მაგრამ თავარი იცი რა არის, რომ გარდა იმისა, რომ რაღაცეები არის საჭირო, ბუნებრივია. იმისათვის, რომ შენ აი ამ ყველაფერს მიაღწიო და გაიარო ეს გზა. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, ეს ხარ შენ და შენი უნარები, არა ცოდნა, არამედ უნარები. იმიტომ რომ შენ შეგიძლია წახვიდე ტრეინინგზე და წაიკითხო წიგნები და მიიღო ცოდნა, მაგრამ ეს ცოდნა არაფერს არ გაძლევს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ მიღებული ინფორმაციაა. მიღებული ინფორმაცია კი არ არის ეფექტური თუ შენ არ მოკიდე ის და არ გადააქციე უნარჩვევად. რას ნიშნავს უნარჩვევა? უნარჩვევა არის რა, რომ მე შემიძლია აი ამ საქმეს ხელი მოვკიდო და ის გავაკეთო ძალიან მაგრად. და აი ეს თვითრწმენა არის ჩემი მიზანი, რომ მქონდეს შენ. ეხლა გეტყვი როგორ მივდივართ მათ რა. მთელი მენეჯმენტი და ბიზნესი და ყველაფერი რაც მაგასთან არის დაკავშირებული, ორ მთავარ უნარში ყალიბდება, ერთიანდება უბრალოდ. ერთი არის კომუნიკაციები და აქ შედის რა, ურთიერთობები, მოლაპარაკებები, გავლენა და მეორე არის მენეჯმენტი. არის სწორი გადაწყვეტილებები მათ შორის, როგორც ტაქტიკური, ისე სტრატეგიული, ანუ ძალიან გლობალური გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება და შესრულება. აი ეს ორი უნარი არის, რომელიც შენ გჭირდება, ხვდები? და თუ შენ გინდა, რომ შენი მომავალი იყოს ისეთი, რომელზეც შენ მუდმივად ოცნებობ, აი ეს ორი უნარჩვევა გჭირდება. ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იცი რა არის, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყო, აი ამ მიმართულებით განვითარება, იმიტომ რომ თუ გადადებ აკლებ შენს თავს. იმიტომ რომ შენი თავი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელშიც შენ უნდა ჩადო ინვესტიცია. პირველ რიგში შენ უნდა განვითარდო. შენ უნდა ჩადო დრო, იმუშაო შენ თავზე, განავითარო ეს უნარები და ამით შენ შეიძლება რომ მიაღწიო აი იმ მიზნებს, ესე ვთქვათ, რომელზეც ჩვენ გქონდა საუბარი. მხოლოდ ამ უნარების განვითარებით და დანარჩენი აი შეიძლება გაიფიქრე რა, აი ინვესტორი, ფულის მოძიება, კაი პარტნიორი, ეს ყველაფერი მოდის ამ უნარებიდან, იმიტომ რომ აქ ამასაც სწავლობ, თუ როგორ უნდა მოიძიო კაი პარტნიორი და როგორ შექმნა კარგი ბიზნეს გეგმა. მოკლედ მე დაგეხმარები აი ამ უნარების განვითარებაში და ამისთვის მაქვს ანუ ჩვენთან რეალურად აკადემიაში არის მხოლოდ ეგეთი მაგარი მეთოდოლოგიები, რომ 5 მეთოდოლოგია, 5 რაღაცით გიდგავარ გვერდში, რომ შენ შეძლო ამ ყველაფრის განვითარება. პირველი ეს არის ლექციები, ანუ მე შენ გაძლევ ცოდნას. მეორე ეს არის ჩემი AI ასისტენტები, ანუ იგივე ტრენაჟორები, რომ აი წეგან რაზეც ხონდა საუბარი, რომ ეს ცოდნა შენ გადააქციო იმ უნარად, რომელიც შენ დაგეხმარება საბოლოო ჯამში ეს ყოველდღიურად პრაქტიკაში გამოიყენო. მესამე და ეს არის ყველაზე ახალი, ბოლოს დამატებული, ეს არის სიმულატორები, ანუ შენ თამაშობ რეალურად რეალურ სიტუაციების მოდელირებას აკეთებ და თამაშს აკეთებ რა, ხო? აი მაგალითად ეს გადაწყვეტილება მივიღე, მე ამას რა მოყვა, მე ახალი გადაწყვეტილება მივიღე, მაგას რა მოყვა და ასე შემდეგ რა. აგრეთვე უნდა იცოდე, რომ მე მუდმივად ვარ შენს გვერდით, ანუ მუდმივად დაგეხმარები რა. იქ არის მითითებული ჩემი ტელეფონის ნომერი, რაღაცა ვერ გაიგე, ეგრევე მწერ და მე შენ გპასუხობ და გიხსნი. და მეხუთე, ეს არის შეხვედრები. ანუ ჩვენ გვაქვს ყოველკვირეული შეხვედრები, სადაც ამ ყველაფერზე ვარჯიშობთ, ვაკეთებთ кейსებს, ვიხილავთ საკითხებს, თუ ვინმე რამე ვერ გაიგო და ასე შემდეგ. მოკლედ, кейსები, სიმულაციები, არ ვიცი, ტრენაჟორებზე ვარჯიშობთ, მოკლედ ყველაფერს ვაკეთებთ აი ამ შეხვედრებზე იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში შენ მიზნამდე მივიდე და ეხლა რასაც მე შენ გიხსნი, ეს არის მენეჯმენტის მთავარი პრინციპი, რომ დავისახოთ მიზანი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ შენ მიხვიდე ამ მიზნამდე და როგორ გავაკეთეთ? მიზანი დავსახეთ ეხლა მე და შენ და მეორე
როდესაც ამ პროგრამაზე მუშაობდი და როდესაც ჩვენ ვაყალიბებდით მეთოდოლოგიებს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება, გამოვიყენეთ ყველა შესაძლო მეთოდოლოგია და ამდენი მეთოდით შენი მხარდაჭერა სხვაგან უბრალოდ არსად არ არის შესაძლებელი. მოკლედ, თავარი არის რა, რომ ეხლა დაგჭა ერთადერთი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის რა, რომ გაიარო მთლიანი ბიზნეს ადმინისტრება იმ ვადაში, რა ვადაში შენი იტყვი, მაქსიმუმ 18 თვეში, ან აიღო რომელიმე მოკლე მიმართულება, მაგალითად გაყიდვები და მოლაპარაკებები და ჯერ ეგ ყველაფერი დაამუღამო მაღალ დონეზე და მე გადაერთო სხვაგან. ეს გადაწყვეტილება გააქვს საბოლოო ჯამში მისაღები. თან დაიმახსოვრე რა, რომ როდესაც შენ აი ყველაფერს გაივლი, ანუ შენ გამოგიმუშავდება, გაივლი და იბარჯიშებ შენ თავს. შენ გამოგიმუშავდება აი ეს უნარჩვევები, რომლებიც დაგეხმარება რაში რომ შენ კონდეს ყველანაირი უნარჩვევები კომუნიკაციებში და მენეჯმენტში შეძლო კარიერული წარმატების მიღწევა და ამითი ფული შოვნა, ან შეძლო ბიზნესის შექმნა შენ დამოუკიდებლად ან შენს მეგობრებთან ერთად და იქ მიაღწიო წარმატებას. ან თუ არსებული ბიზნესი გაქვს, იქაც რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი მოგების შექმნა შეძლო. მოკლედ ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. ეხლა კი საბოლოო ჯამში ერთადერთი ნაბიჯი არის დარჩენილი, რომ დავიწყოთ მე და შენ ერთად მუშაობა. მოკლედ, მე შენს გვერდით ვარ და ნურაფერს ნუ გეშინია. იმიტომ რომ მე თუ შენ დაგიდგები გვერდში, შენ აბსოლუტურად ყველაფერს შეძლებ. ისურვებ წარმატებას.